არაჩვეულებრივ ადამიანს ვაცილებთ. დიდი კულტურების ქვეყნებში ყველაზე მთავარი ტრადიცია არის როგორ გავაცილოთ ადამიანს სამუდამო განსასვენებელში. ჩემთვის ორმაგად რთულია, რადგან ჩემი მშობლების მეგობრები იყვნენ, ისინი ერთად მოდიოდნენ წლები. ადამიანი, რომელიც 1954 წელს დაიბადა წალენჯიხაში, დაამთავრა ლის სკოლა, 84 წელს დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი და 91 წლიდან დღევანდელობამდე არაერთი სიგელი აქვს მიღებული. სიგელი ქაღალდზე, სიგელი აღიარებით, ეს იყო თბილისი, ზუგდიდი, სამეგრელო თუ ნებისმიერი ქვეყანა. ის იყო უცვლელი წევრი ჩვენი გამორჩეული კულტურის ბედნიერასი, რომელიც 1936 წელს შეიქმნა. თუმცა ეს შენობა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ერთადერთი ადამიანის დამსახურებაა, რომ დღემდე არის ემსახურება წალენჯიხას. ის იყო კაცი, რომელიც ემსახურებოდა ხელოვნებას, რომელიც იყო სამაგალითო მეუღლე, მშობელი, მეგობარი, თანამშრომელი და ხელოვანი. ის ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელიც საუკუნეზე მეტი დრო, 62 წელი ემსახურებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელოვნებას. ის იყო ყველგან ჩვენი კულტურის ელჩი, წალენჯიხის და საქართველოს. გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანები ჩემი მშობლების თაობა მიდის, მაგრამ ჩვენ დაგვიტოვეს ყველაზე მთავარი კულტურა, განათლება, ფოლკლორი, ხელოვნება, ის რასაც ჩვენ გულით ვატარებთ, ის რითაც ჩვენ ვართ ქართველები. დასანანია, მაგრამ ერთია სამუდეშო. მე შურს ადამიანების, რომლებიც წინა დღეს სამსახურში იყვნენ და გულით წაიღეს მსახურება ხელოვნების. არაჩვეულებრივი ადამიანი, მოწესრიგებული ადამიანი, სუფთა ადამიანი, სუფთა ხმით, სუფთა წარსულით და სუფთა ისტორიით, რომელიც საკუთარ ოჯახს დაუტოვა და აგერ არიან. გული მწყდება, რომ ისინი მიდიან, მაგრამ ეს არის ცხოვრების კანონი ასიზამთ. ხმა მისი ყოველთვის დარჩება და ეს შენობა, რომელიც ყოველთვის მოგვაგონებს მურმან ქარდავას, არაჩვეულებრივ კაცს. მადლობა ძალიან დიდი, ქეთს ვიხრი მის წინაშე, მისი ხელოვნების წინაშე, მისი წესიერების წინაშე. და მის მეგობრებს ვთხოვ, რომ ერთი-ორი სიტყვით ბატონ შახის ვთხოვ, რომ მოიგონოს ადამიანი და მოგონება დარჩება, მოგონება წაიღებს, დარწმუნებული ვარ, მას ესმის და ის ხედავს. ოჯახს ეს ვებერჩათ ისი ყველაზე პარტა ბალონი მოვბათ გეყარება ამ ზადვარტებისათვის ყოველთვის მოიგონოთ. მისი ცხოვრების საწყისი იყო კაცმოყვარეობა და აქედან მომდინარეობს ყველა მისი დაბედი თვისებები, რომელიც ის იყო დამახასიათებელი. ეს არის მაგარი შინაგანი კულტურა, განათლება, კაცმოყვარეობა, მეგობრობა და მინდობრის საქმისა და ვებერცლა პასუხისმგებლობის თქმა. ამიტომაც ის აღიარებული იყო ჩვენ საზოგადოებაში როგორც მიღებული პიროვნება, სრულიად მოწესრიგებული ყოველ მხრივ. არ არსებობს არც ერთი ცხოვრების უნდარი, რომელისთვის არ იყოს ეს დამახასიათებელი მაგარი. ბატონო, მე ჩვენ თავს ვინერატული რომ ქონდა მასთან ახლო ურთიერთობა. Onda ყოველდღიური თუ არა ძალიან შეფეთრები, ასე უთითო თქვენთანაც და ეს მოვლოდნილი რაც მოხდა, უნგრაფა ჩვენ ამ ქვეყანას მოსვლას ვიკითხება ვინმე და არ წასვლას ვიკითხება. კიდევ ერთხელ მინდა მოვიგონოთ დიდი ასე თქვა სინანული უფალმა აცხონოს მისი სული და მიწა რომელიც მას მიეწევდეს ყოველთვის მისთვის სული. ძალიან მინიჭებს დღეს საუბარი
გამოსვლა ვილაპარაკო ადამიანზე, მაგრამ ეს ბოლო დღეა და არ მინდა მურმანისე გაგიშვა, რომ ერთი თქმის სიტყვა მაინც რო არ გითხრა. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქმიანობით, ღირებულებებით, სულიერი ღირებულებებით მაგალ წარმოადგენენ და გვაჩვენებენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ ვიშრომოთ, როგორ ვიღვაწოთ საქმისთვის, ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ზუსტად ასეთ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ბატონი მურმან ქარდავა. ბედნიერებაა, რომ ჩვენ მოგვიწია ერთად მუშაობა. დიდი ხნის მანძილზე თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურა მურმანი თავის საქმეს, ემსახურა სრულიად უანგაროდ. ის იყო საუკეთესი სულიერი თვისებების მატარებელი ადამიანი. მასთან ურთიერთობა ზეიმი იყო, მას არ შეეძლო სითბოს, მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის გარეშე მასთან მუშაობა. როდესაც ის სცენაზე გამოდიოდა, იმპოზანტური, მაღალი, საუკეთესო ხალხში, დიახ, ჩოხაში გამოკვეთილი, საოცარი ხმის ტემბრით, ის სცენაზე გამოსული ეს თავად იყო უკვე ზეიმი. საოცარი იყო მასთან ურთიერთობა. მან მთელი ამ ხმის მანძილზე ის უანგაროდ ემსახურა თავის საქმეს, რომლის გარეშე მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება. მისთვის მთავარი ეს იყო, მას ყოველთვის სურდა უფრო მეტისთვის მიეღწია, უფრო მეტი გაეკეთებინა ამ საქმისათვის. ორღანის ერთ-ერთ რეგის ადამიანის ხმას უწოდებენ. მურმანის ადამიანური ხმა ეს იყო ადამიანების სიყვარული, ეს იყო სითბო, მეგობრობა, ეს იყო თანალმობა და თანალბობა. ქართული ხელოვნების ქურუმი, მე ასე უწოდებდი მას, ადამიანობის ზეიმი, მეგობრობის ეტალონი, სიკეთის ეტალონი. მურმანი ჩვენთვის ყველასთან ყოველთვის ასეთ ადამიანად დარჩება. მან ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზა გაიარა და მის დასასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე ის ერთხელაც არ წახორციელებულა. მას ამ გზაზე ერთი შეცდომაც არ დაუშვია. ის ყოველთვის იყო ის მურმანი, თავისი მაღალი საოცარი ღირებულებებით და ყოველთვის ასე დარჩება ჩვენთვის. დღეს არ მარტო ჩვენი ქალაქი, არამედ საქართველოს კულტურული საზოგადოება განიცდის ამ დანაკლისს. ის ყოველი ჩვენგანისათვის უდიდესი დანაკლისია და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მათგანის ცრემლები სულთა სპეტალობით, წმინდა ცრემლებით აცილებს მას მთელი ქალაქი და ვაცილებ მე მას, როგორც არა მარტო მეგობარს, არამედ ჩვენი ოჯახის ახლონათესავს. ძალიან მინდს მასზე ასე ლაპარაკი, გემშვიდობები მურმან, ძმაო და მეგობარო. ნათელი იყო შენთვის ის მიწა, მსუბუქი იყო შენთვის ის მიწა, რომელსაც მიებარები. მალე შეხვედრა ჩემო მეგობარო. კაბატონებო და ბატონო, ეს არის საკმაოდ რეალობა. ეს არის სიტუაცია, როდესაც მე ასე ვთვლი და ასე არის. მთელი მუნიციპალიტეტია ჭირისუფალი, დღევანდელი დღის. მურმანი დააკვდა რაიონს, ყველას დააკვდა, საოცარი პიროვნება, სამაგალითო ადამიანი, სამაგალითო ამხანაგი, თანამშრომელი. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ამ დიდ პიროვნებასთან ერთად მიწევდა მუშაობა. მე მჯერა ბატონი მურმანის ცხოვრება, მისი სურვილები გაგრძელდება მის ნაგრამში, საუკეთესო შვილებში, ნამდვილად საუკეთესო შვილებში, შვილიშვილებში. მან თავისი შვილიშვილი საბა აზიარა ხიბლს, იმ ფენომენს, რასაც ქართული სიმღერა ქვია. ბატონო მურმა, ძალიან მიიჭირს, მაგრამ დღეს ბოლოჯერ შემოხვედით თქვენ ამ სივრცეში, რომელიც თქვენთვის არ იყო მარტო კინოთეატრი, არ იყო სფერო, კულტურული, ეს იყო ტაძარი, სადაც იწვთობოდა უნიჭიერესი, მართლა სასიქადურო, დიდი ისტორიის მქონე ანსამბლი ბედინერა. რამდენ ქარცელს, პრობლემას გამოიარა აი ამ ანსამბლმა.
მურთას სიმინტიასთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ახალი თაობა რომ შემოიკრიფეთ და ესტაფეტა რომ გადაეცეთ. თქვენ გჯერათ, რომ თქვენი დაწყებული საქმე გაგრძელდება. გემშვიდობებით, შენდობას გეუბნებით, მსუბუქი იყოს თქვენთვის ის მიწა, რომელიც დღეს გულზე გდაგება. მადლობთ ყველაფერს. ალბათ ყველაზე მეტად ოჯახის შემდეგ თვითონ ანსამბლს უჭირს მედინერას. მათ პირადად უსამძიმრებ და ალბათ სიმღერით და ტაშით უნდა გავაცილოთ ადამიანი, რომელმაც მართლა თან წაიღო დიდი ეპოქა ხელოვნების კურუმის სახე.